მოგესალმებით ყველა გამომწეს, ყველას ვინც ახლა ამ კამპანიას ბალეში ყოფს და ეგრევე დავიწყოთ ახლა გავაგრძელოთ ახალი სერიის გადაღება. ყველაფერი რაღაცა მომართე, გავასუფთავე, გამოვასუფთავე. ახლა რა ხდება, ეს რა უბრალოდ ხდება, ის საქმე დაფინგაკეთებული. იმიტომ ხსენად მოჩემს სახსაც დაავალა, ალბათ ბალკანეთში ამაც თუ დაეხმარო, ახლა დღეში არიან ბერძნები. უაღრეთ ძალიან საინტერესო რაღაცები გველოდება და გავაგზავნოთ და მივყვეთ ნაბიჯ. ჩემი ოჯახის იულიუსების ოჯახის საგმირო საქმეებს და საგმირო კამპანიებს. ნაკი რაღაც არ ამგონია, ხა ეს არის სასაცილო არმია. სახელმწიფო შეკოწიწებული რაღაცა მეუღლებისგან შედგება. როვესტები რაღაცა გადატეხა მოახდენება არმია მაინც მივახმარონ და ქირავებულები კიდე დავამატო ქრიშემოვა და ისი შეუტიო ამათ ფერმოს. ერთ წუთი გამოტოვოთ ერთი ნაბიჯი და სამხდებოდი სიტუაციას დაეთყობა. აი ასეთ შემთხვევაში ახლა მე რა ლეგენდარულ სიტუაციას თამაშობ ყველა კანდიდატს ვირჩევ, იმიტომ რომ ესეთი სახის კავალერია გენერალისტაც არის ფასდაუდებელი ხოლმე ბრძოლის ველზე. რაც უფრო მეტი მეყოლება მით უკეთესია ხოლმე ჩემთვის. ასევე მეტი შანსია რომ ჩემი ოჯახი გაძლიერდეს. რაცა დაბალ სირთულეებს თამაშობთ, აი მაგალითად ახლა საერთოდ მარტივს. არ არის მიზანში წონილი ძალიან ბევრი ესეთი გენერლის დაცვის კავალერიის შეგროვება, იმიტომ რომ რთულია რა, მე ძალიან რთულია ხოლმე. ბიუჯეტი და ხაზინა მიაქვს ბევრი, ყველაფერს თავი დავანებოთ და არ არის რა. ეს მიზანში კიდე ესენია, აი ავიღოთ. ესე ამდენი მეომრის ესე შეგროვება ერთ სიტყვით. ამ შემთხვევაში კი ვიღებ. ნამდვილად. ესენი შემოტევას არ აპირებენ როგორც ეთქობა. ესენი გადავანაწილოთ და შევგროთ ერთად. ამით ახლა უკვე პანონიაში გადავიდეს და გავაგრძელოთ შეტევა, მივაწვეთ გერმანელებს. პრიკაზი იმპერატორ მოდი ოღონდ ჯერ ესა გავანაწილოთ ეს გენერალი. პრიკაზი атаковать врага! Победа! Готовьтесь к бою! აქ ასევე ხშირია ხოლმე ქალაქების პოპულაცია საქმნიშნულობა, ზოგი ქალაქის პოპულაცია მეტად მაღალი პროცენტით არის ჩაპროგრამებული, ზოგის ნაკლებობს თავარი პროცენტით, ანუ თქვენ თუ პირდაპირ ითამაშებთ, ისე თქო მინდა. ამ ყველაფერზე და თუ გენდომებას რომ ქალაქების პოპულაციები სწრაფად აიყვანოთ. სწრაფად გაზარდოთ ხოლმე ეს ქალაქების რაოდენობა და შესაბამისად მე ქალაქიც. საერთოდ იმაში. მაშინ აუცილებლად მოგიწევთ რომ დაქირავებულებით მოქალაქეების სიცხე აწევს და შესაბამისად მე ქალაქიც გაიზრდება ერთ-ერთი წესია, მე არ გიხსენთ მაგასაც აუცილებლად. თუ დამჭირდება და მაგის რო თუ მოვა. Приказы! Готовьтесь к бою! Победа! Готовьтесь к бою!
готовности! Живые! Стойте и сражайтесь! Отряды! Отряды! ეხლა გააკეთეს ტყეში შევიდეთ პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკა აირჩია ჩვენმა ერთმა გენერალმა გერმანელმა გენერლის მილადმა ესე დაყრდნო ჯაობს შიგნით არის ისე რომ ეგრევე სახესავალი საბრძოლო წყობა არ არის Отряды! Группа! Быстрее! Быстрее! და უკნაც რა თელეფონი ჩივით das ist Jobs. Газдаты! 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 Отряды! 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 Вперед! Атаку! Отряды! Вперед! Модернизм беда თამაშობ მედიევალის რაღაც რამდენიმე მოდიფიკაცია შევჩეული. მაგალითად სტაილის სტილი და ბულად სტილი და აღარ ბულად სტილი იმდენად ჰარდკორია თვითონ ეს მოდიფიკაციაც. სისტემერობის პრობლემა, ლეგენდარული სირკული და კიდე თუ ექსკლუზივია რაღაცებს გაუქმდა. არ უნდა ითამაშო თაში სერიოზულად საერთოდ სკრიპტებით ვარქოლები ლეგენდარული სიტყვები ბულად სტილის თამაშია არასოდეს იმიტომ რომ აპიზოდ აპლიკაციები საქართველოს საერთაშორისო ყველაზე კარგი რეცეპტი ძალიან მიწევდა და საქართველოს დაუხმია ეს მარტივი სიტყვი და მე მინდა რომ ამდენჯერ შევეჭირო ერთი აპლიკაცია იქნება ნაირად მათ Враги показали, чего они стоят на самом деле. Они не солдаты, они просто пугары и кролики. თამაში სასიამოვნო მდგომარეობაში ვარ პროფილი ჯუჯუხეთი გაეხარა ფიქრობდნენ ეხა actual box ისია რომ დავასამართოს და им будет hotel ხილდისი სახელები მაგრები ეთქობა ეხა წავიდეთ აი აქეთ აკვით გუმია готовьтесь к бою აქ დაგჭა ერთი ხორდი და როგორც ეთქობა ესენი არაპირებენ საერთოდ შემოტევას ჩვენ მოგიწევს გარეთ გასვლა რომ მოხსნათ приказы атаковать врага ეხა გეტყვით ერთ რაღაცას აი ასე შემთხვევაში საერთოდ როცა ალყის მოხსნაზე გარეშე შიგნიდან თამაშობ არის ხოლმე ძალიან რთული და რატო თითქოს ვერ გადიან ფეხები უკარჩებას გუნდებს მოქმედებენ მორალი დაბალია და მეტი ასე რო თქო მოკლედ როდესაც ვიდა ალყის მოხსნა ცოტა თხილად ვიმოქმედოთ
იმიტომ რომ აქ შემთხვევაში, როდესაც მოქმედებენ დუნეთ და ეს სუსტად ისინი უკიდურეს აი აქეთ ნაპირას სწავლენ და მერე საერთოდ ერთეული ბრძოლა რო არ წავაგოთ ჯობია ხოლმე რომ აი აქაც ჩავაყენოთ და ხო აი იქით წავიდეთ ესეთი გავლენა რა თქმა უნდა ეხლა ძალიან ნელა და ყოველთვის ან გეთუმეტეს როცა მაღალი სირთულეა ჩათვალეთ რომ ალპის მოსვლის დროს ქალაქიდან გარეთ გამოსვლის დროს რისკავს აუცილებლად აგერ თვითონაც წამოვიდნენ და აქ ყავთ ვინ არაფერი სუბუქი კავალერია ამათი წესით უნდა მოუვათ მარტო გენერალი რომ მოკლათ აი როგორ ნელა მოძრაობ ეს რა ვიდეა მაშინ შეგვიძლია რომ უკან გავიგინოთ და ზურგიდან მივაყენოთ ზარალი როგორც გაქცეულ მტერს რაც უფრო მეტ მეომარს დავხოცავთ უფრო დასუსტებიან მათი ძალები თავისთავად იგია ესეთი ნაწილი რა თქმა უნდა შემოგვიდა ორი გაიქცა შეეშინდათ ამათაც თუ გავაქცევთ აი ამიტომ მოსახერხებელია ხოლმე კავალერია ყოველთვის საჭირო და ესენი ვაგონი უშვებია თავს. Уშვება ჩვენი ემოციონალი. Აი ეს ვერ უშვებს. Слава богам! Сердца врагов наполнились страхом. Зады дизайнერი გაიცეს бегство. თავისი ფეხი წყარ ჩვენს წასული. Рим требует от своих полководцев побед. 714 მეც დავკარგი. ნუ ვიღაცები. Победа! Полководец! კალყაზე ართულია ძალიან დიდი არმიებით მოვიდნენ და უნდა უკან დავიხიოთ. Отступать! მაგრამ ვერც ესეთ შემთხვევაში ერთი წუთით დავალებას ვერ შევასრულებთ. 5 ის არ დარჩენილი ბიჭი. Господин! და ვარც საინტერესო მდგომარეობაში. Атаку! Осаждаем поселение, господин! Поселение в осаде, господин! არმიის და გენერლის დაკარგვას ეხლა პრინციპში ნამდვილად არ ვაპირებ ესე. აბა შეუძლია რომ მოგვეხმარო რეგულარულად. სურვილის შემთხვევაში. Приказы! Вперед! Ады сделаны, господин! აქ დაქირავებულებს მაძლევს, მაგრამ დაქირავებული ბარბაროსების აყვანა ვფიქრობ, აღარ მინდა.
Господин! იმიტომ რომ ამ ძალებით მე მგონი Император! მოუგრიხო ამათ კისერი. აძლევს. მოდი ალბათ ცხენოსნები ავიღოთ. მაინც. ნახეთ აი რა ხდა. უკან დახევის დროს თლიანი არმია დავაკარგუილა წამართვა. ჩამითვალა ესე ავტომატურად. აიც ეს ერთი დავალება ჩავაგდე, მაგრამ ამ დავალებას ალბათ კიდე მოვცემ. დიდი ალბათობით ისევ კი. ესენი ეხლა გავიყვანოთ გარეთ. Император! და გავაგზავნოთ ლაშქრობა საფრანგეთის ტერიტორიაზე გალიაში. Император! თუ ესეთი ერთეული დავტოვოთ და ქირავებულების. წავიდეთ პირდაპირ ლოგუდუმში. ლოგუდუმში წავიდეთ. Алкавадес! ეს ქალაქიც ავიღოთ. Атаку! დაქირავებულებს აქაც ვიმატებ, ძალიან ჩვეულებრივად. Император! აქაც ერთ-ერთეული კიდე დავიმატოთ. გავაგზავნოთ. რაღაცა ჩაგვისაფრნე, ხო? შესაფრებაში მოვყევით. Атаку! Победа! Готовьтесь к бою! Один целый, господин! და რაც ყველაზე მთავარია ხოლმე საერთოდ, აი ყველამ რო იცოდეთ. არასოდეს არ უნდა დაგვეზაროს ერთი რაღაც. წვრილი ბრძოლებიც კი ცალსაკი გაანადგუროთ ხოლმე. აი ეს კუთვნილი მეომრები იმათი ნაწილია ეს ჯარისკაცების, რომლებიც ესე დახვდებიან ხოლმე ყოველთვის წინ. მოკლედ უნდა საბერძნეთს მივაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება. აქ გამოვიყვანოთ ძალიან ბევრი მეომარი და ესენი მე აი ამ ფლოტით გადავსხათ აქეთ ტერიტორიაზე, აი აქ ყავთ თავისუფალი სარდლები. 2 ადგილი, 1 და ძალიან თავისუფლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ ყველაფერს. და გამოვათავისუფლოთ ერთ სიტყვით აი ამ ხალხის აქეთ ადგილები, სანამ ისინი ცებრძვიან ამათ. ამათ ცოტა ხან შეგვიძლია ეხა ავახიოთ ფული. თუ მოგცემე რა თქმა უნდა. ამდენს 900 დინარს ხან მოგცეს. ცოტა ხან დავუცევ საოჯრო პრივილეგიები. აი ეს Император! Атаку! აიძულებულები ხდებით შემოგვიდეთ უკან. ქედან ეს დაქირავებულებიც ავიყვანოთ რომ გავძლიერდეთ. Готовьтесь к бою! Победа! Готовьтесь к бою! ავტომატურად რო ვითამაშე ძალიან დიდი დანაკლისი განვიცადე ბევრი წამართვა. Алкавадес! Приказы! Приказы! ნუ ესეთი არმიით აქაც ცოტა შევსება თუ არ მივეცი და მივახმარე. ძალიან შორს ვეღარ წავალ. ლირუსამას აქეთ მშენებლობებიც თავდება და ახალი რაღაცეების აშენება მოგიწევს. სავაშენოთ, აქ სავაშენოთ. და შედარებით იმედია ეხა. Господин! ცოტა ძლიერი არმიით გადავალ ამათ ხარის, რომ ბერძნებთან ცოტა ვისეულეს დავიწყო ბრძოლა. Уходим!
Это сделано, господин. Император? Господин! ხო, აი აქ ქალაქებში გენერირებული მეომრების ნაწილს კიდე გაუშვით პირდაპირ ამ. Полководец! შევსება რომ მიიღო ნაგებ გალიაში. აი აქ ამ ადამიანებმა. Вперед! პიროვნებამ და ამ სარდალმა. Полководец! Полководец! Приказы! Господин! Марш! Господин! Дамут 21 ხოდის. Осаждаем поселение, господин! ქალაქის მოაქციეთ პარლაში. Поселение в осаде, господин! აქ რა ხდება? საკმაოდ დიდმა არმიამ გადაგუღობა გზა და ძალიან სუსტად არიან წარმოდგენილი. მაშინ გავაცნობ სახის პრობლემა არ არის არანაირი. Вражеский полководец убегает. Настоящие вожди вообще так себя не ведут. Во время битвы и вовсе невероятно. შემდეგში ეხაც თამაში როცა პროგრამა შემოავლებს და გაიოს მარიუსი შემოვა თამაში და რეფორმას გაუატარებ ჯარისის ლეგიონერები შემოვა ძირითადად თამაში. მე კლიუს კიდე ამისა მაგრაიელდება კიდე რომის ფრაქციებისთვის ძალიან ბევრია. Слава богам! Сердца врагов на Это героическое... პროტექტორატობა არ უნდათ. შესაბამისად ბრძოლა გაგრძელდება და გაგახეთ ბოლომდე სახეს გერმანელებს. Господин!
ამას ესე იოლად მართლა ვერ მოული და ვეღარ მივხვდი. Господин! В атаку! ამ ხელა არმია ყავთ, ნახია იმობილიზები. Полководец! ჭობი. მიწევს ამათი და მარცხებაც აუცილებლად თან. Император! Император! Приказы! Господин! Господин! Уходим! Готовьтесь к бою! Арена! მაგერ მომცა დღის ადამიანია და ახლა დავაჭერ ამას აი ახალი გენერალი მეყოლებდა და მე ვფიქრობ რომ საჭირო. Полководец! უფრო მეტი ახალი გენერალი იქნება მით უკეთესი. აი ხა პოპულაციაზე გეუბნებოდით, აი ხა აქ რომ დაქირავებული ჯარები აქვს. ამას თუ ქალაქში შიგნითან ქალაქის ტერიტორიაზე ან პროვინციის ტერიტორიაზე გაუშვებთ. აი ეგ მოემატა პოპულაცია. ანუ ის რიცხვი და ემატა აქ საერთო რაოდენობას ქალაქში და შეგვიძლია ადგილობრივის გამოვიყვანოთ აქ აიმით. რაოდენობით. და უფრო უკეთესი იქნება. ანუ ერთი რომ ზოგავთ ფულს და მეორე ზოგავთ ხარისხს. Флот готов. შეიძლება ახლა გადმოსხათ. Ухожу из армии. აი ახლა დაიწყება ნამდვილი ოპერაცია. Адов больше нет, господин. და იმპერიას ვერასოდეს ვეღარ მომიშორებენ ესე თავი. господин. ერთი არენა. ახლა ჩვენ უსდით რას? Марш! არაფერს. ოპციო თავაში პირდაპირ ეს ქალაქი. В атаку! Осаждаем поселение, господин. Поселение в осаде, господин. Готовы поднять паруса. Господин! Вперед! ეს ჩავაგდე. ამოცანა დავალება. ცილაც კინოთის დაუძახეთ. ეს მოსალოდნელი იყო და ეხლა მოვემზადებით Господин! დამიწების ანექსიის მიუხედავად ყველაფრისა Адов მაინც. больше нет, господин. Приказы? Полководец! Полководец! მდისხანი არმიით, Вперед! დიდი არმიით გავაგზავნებთ აქ ილუზიას ისე. აქ ცოტა რომაელებიც იმედია გაყოჩაგდებიან ჩემი კოლეგები, სხვადასხვა ოჯახებიდან, ახლა არმიებით ყვილით არ ნაყავდეთ აქ გადმოსული ბალკანეთზე. და ამათ ცოტა დააკვირვებენ თავის რაოდენობას და სახედრო პოტენციალს და ასუსტებენ. ახლა აქ ავაშენოთ ეკონომიკისთვის პორტი გავაფართოვოთ. Полководец! Император! Марш! ისინი აქ დაბანაკებულად თავის ტერიტორიის საზღვრებს იცავენ აქ. აი ხა ამ დავალების ჩაგდების მერე დავერებოთ სენატის ახალ დავალებას. ზალმულოვნები არიან. ახე ახალისკი გაუწევიათ კარგი ერთეულები შემოუყვანიათ არმიაში.
Стойте! Помолимся богам! Элиты! Стойте и сражайтесь! Отряды! Средства по готовности! Боевые псы! Отряды! 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 Сформироваться! ფლანგიდან ამიარო და მიმართულებაში ცვალო შეტევის. ზოგჯერ მაუცებს ხოლმე. მედიდან სისტემაზე ამის ხელოვნური ინტელექტი დავუყოთ. дагималаут. Вражеский полководец бежит. Усиливайте давление, чтобы сломить мужество всей армии. Рим требует от своих полководцев побед. Победа! Победа! Рим победил! Фермоნის მოტის ბლოკადაზე მომცა ამოცა და 5 ხოდით 5 ნაბიჯით. Да, капитан. ეს არის ხო? კი. არა და ფერმონი კლიანად უნდა ავიღო. ნაბიჯი მე მგონი მე იმედი მაქვს რომ ისე რაც მოვახერხებ. მაქალაქის დაკავებას. Они кончились, господин. შესაბამისად აღარ გამჭირდება. არა მყავს ხელაფლოტი. ერთი გემის გაშვებულ კადაზე დამღუპელი იქნება, აღარ მეყოლება. Да, капитан. დავკარგავ. აქეთ რა თქმა უნდა გავაგზელებ აუცილებლად გავაგზელებ და ამ მეორებისასაც ვიზავ შემოვატყავ აფასაია ბანაკს. Господин! შინები დანაკარგები. Господин! 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 Осаждаем поселение, господин! ალბათ მეორე დარტყმაზე გამოვიდეთ. Поселение в осаде, господин!
სწორად აირჩიეს ჩემი ოჯახიდან ერთი. ოჯახის ლიდერი, ფრაქციის ლიდერი. ყველას დაბალი ის არის რანგი. თუ არ მოკდა რაღაცა ეს აიწევს მე. და აიწევს. აი აგერ არის ეს კაცი. იბრძვის Господин! ცენტრალურ გალიაში და დიდი სკილები აქვს საკმაოდ ყველა მიმართულებით. აქ კიდე შეიძლება რომ აიწიოს 66 წლის ასაკში. აგერ ამხელა ისინი. აქ კიდე დამსახურებები შავანათვალი. მოკლედ გავაგზავნოთ. როგორც მოსალოდნელი იყო გააკეთეს ეს. თავი. ხარა თქმა უნდა, დოქცელა. და ეხლა ზუსტად მოვიქცეთ ის. What's more to შეგვიძლია ახაც შევხვდეთ. კავალერიის გარდა გაუშვეთ მთელი ძალები შეტევალი, სადაც ცოტანი არიან გარეთობაში. გალასკრელი მომიგანებით. საოცარი. გენერალი გამოვიდა. აუყვან კონტროლზე. დავდეთ. ვარკოპს საკუთრე. ზოგი ჩემს არ დაატყას. იმედია გავიძლებთ. ეს დავამოწმოთ ის შვიდი. ავანაკეთ. Слава богам! Вражеский полководец мертв. Его люди знают, что их судьба решена. That's true. Rakeda თავარია ერთი ჩვენც გადავიხიოთ მოიგო.
სერიოზში ტექნოლოგიური Вражеская армия бежит. Преследуйте их и вытесните с поля боя. Да, вы будете говорить без Найс. Ига. О, ига. მოკლედ მოწყობილი სასაკლაოს მერე გალერის ბანაკიც ამერესა ჩვენია. ედილაც დაწინაურდა ჩვენი ჯიგარი. ზევით და ზევით. კარიერული კიბეზე. მოკლედ, აქედანაც მივდივართ ისევ რეინს გადავლა ხალხის მიწების სასარგებლოდ. Господин! Император! Господин! Полководец! ან დაკიელებით საკმაოდ კარგად აწვევია. არა უშავს. გასაგებია. Полководец! Приказы! მოსალოდნელია ისი შემდეგში უკვე დაკიელების განვაკ. Император! დამატებული. ამიტომ საჭკვიანური არცი არ არის რომ ავიღო და Приказы! ეს ქალაქიც მივატოვო ეს. Полководец! Вперед! მე თან გავამოგვებ და გავაცდები. Садов больше нет, господин! Полководец! Вперед! А ты сделаны, господин! В атаку! Вперед! ამათი ძალებით საკმაოდ შემცირებულია. ბალკანეთზე როგორც ეთქვა. Марш! А ты сделаны, господин! Да. Лагерь. Искал вот садись. Отряды! Ждать моих приказов! Отряды! Отряды! Бросить снаряжение! Отряды! Вперед! Быстрее! Быстрее! Отряды! Стрельба по готовности! Отряды! 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 Быстрее!
Слава богам! Вражеский полководец мертв. Его люди знают, что их судьба решена. Вражеская армия бежит. Преследуйте их и вытесните с поля боя. Победа! Уничтожить твердыню! Император! Марш! სენატში და ხალხში პოპულარობა თანაბროს დამეწია, მაგრამ ყველაზე დიდი ფრაქციის ყველაზე ბევრი ქალაქი მაქვს ამ დროისთვის ეს არის ხოლმე სკალა რა ყველაფრით შეგიძლია სხვა ფრაქციებს შეედაროთ ერთ სიტყვით ძალიან ბევრი რამით ეს საერთო სადარებს ეხლა და მე აქ დააყენებთ ხოლმე ძალების ბალანსს და გაიგებთ ხოლმე ყველაფერს ფრაქციაზე სეპიონები ეკონომიურად მის ეკონომიკით მისწრებენ. ეს არა თქო სახარბიელი. Полководец! Господин! Мы не можем сделать это, господин! Мы не можем сделать это, господин! Марш! Ходов больше нет, господин! Господин! Император! В атаку! Осаждает поселение, господин! Поселение в осаде, господин! ესპანელებმა მიღალატეს როგორც მოსალოდნელი. მოკლედ აქ ძალიან სუსტი ძალებია და ამას ეგრევე ავიდებ. ფერმოს. Победа! Рим победил! სენატის დავალება გადაიწევს. В атаку! Победа! ეს აფროდიტეს და ძალიან დავამდე.
ქალაქს დიდი ხანი გავაძლევიებ ყველა შემთხვევაში Господин! დაქირავებულებს კიდევ დავამატებ Приказы! Марш! შავა და ესპანელებს ძალიან უნდა მივხედოთ. აგერ. შეიცვალაო რა, დავალება. და ვაღებული მოხდა ქალაქი და შესაბამისად საღამო დამჭირდება. Господин! Император! Полководец! Господин! Полководец! Марш! Они кончились, господин! Полководец! В атаку! Полководец! Полководец! Приказы! Император! Марш! Ძირითადად მომდევნო სერიისთვის უკვე აუცილებლად ესპანეთი დავსაჯოთ. Император! Готовься к бою! მოვკავით. ისე რაც ვაჯობთ. Победа! Они кончились, господин! Полководец! Господин! მოკლედ მეგობრებო, ესეთი იყო ეს სერია. დღეს მე ცოტა არ იყოს დავიღალე გვეყოფა და საჭირო იქნება მე რომ გადახვიდე ესპანეთში აი აქ ხარეს. უკვე მე ფართო კამპანია გავაგრძელოთ. 1-2 არმია დიდი ფლოტით გამოვყოთ ამ ტერიტორიებისთვის. და ერთ სიტყვით ესპანეთის დასჯა გადავდოთ მომდევნო სერიისთვის. Господин! სამპლიოს გავაგრძელოთ ინვიზია გარდის ტერიტორიაზე და გერმანიის ტერიტორიაზე. ეხლა აღებული მაქვს 12 ქალაქი, 12 რეგიონი და 50 ჯერ კიდევ ის მეორე მკლია. ერთ სიტყვით დროებით და მომავალ შეხვედრამდე დაეროლით ახალ სერიას.